უნდა მოსულიყავი ისეთი აღჭურვილობით სრული რაღაც ჯაჭვი ჯავშანი რაღაცა და ესე მოვედი, იმიტომ რომ ჩვენი საუკუნე არის ალბათ დევალვაციის, დევალვირების საუკუნე, რომ ყველაფერი უფასურდება, აღარაფერს ფასი არ აქვს, ყველაფერი დევალვირებულია. და მეც აი ესე რაღაცა ის ხაკისფერი საომარი ფორმა ავირჩი. ეკრანზე ხედავთ სუპერ გმირებს. ხო, ყველას იცნობთ, მე ყველას არ ვიცნობ. აი ეს ვიცი ადამიანი ობობა, ანუ სპაიდერმენი, ის ვიცი კაპიტანი ამერიკა, კაპტენ ამერიკა, ის უნდა იყოს ჰალკი, ის ბეტმენია, ის კიდე ის არის მგონი ტორი, ხო? ხო. ძირითადად ამაზე გვექნება ლაპარაკი, მაგრამ ძალიან შორიდან უნდა დავიწყო. ადრე წინათ, საუკუნეთა წინათ, უხსოვარი დროიდან იყვნენ გმირები. ეხლა ყავს სუპერ გმირები. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ, რა განსხვავებაა და რა საერთოა მაგათ შორის. საქმე იმაშია, რომ კაცობრიობის გაჩენის დღიდან გაჩნდა საჭიროება, რომ რაღაც ბოროტი ძალებისაგან კაცობრიობა უნდა დაეცვა ვიღაცას. რაღაც არსებას. უნდა გადაერჩინა ადამიანი, უნდა გადაერჩინა ქვეყანა, უნდა გადაერჩინა ერი, მთელი მსოფლიო სამყარო უნდა გადაერჩინა. და ამისათვის გაჩნდნენ დიადი გმირები. ამ დიად გმირებს აქვთ ერთი მთავარი და საერთო ნიშანი. ეს არის ის, რომ ისინი მარადიულ ბრძოლაში არიან ამ ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ვინ არიან ეს ბოროტი ძალები? ურჩხულები, დრაკონები, თქვათ სატანის მოციქულები, კაენის შთამომავლები, აჰრიმანები, დევები, ვიღაც მომხდური მტერი, დამყრობი და ავიცი რა. ვინ აღარ არის. და ასევე გმირებიც ანტიკურმა ეპოქამ და მერე შუა საუკუნეებმა უამრავი გმირი იცის, რომლებიც ბოროტებას ებრძვიან. ისინი იბრძვიან ზებუნებრივი ძალების წინააღმდეგ და თვითონაც ზებუნებრივი ძალით ღვთისაგან მონიჭებული და დაწესებული სიქველით არიან აღჭურვილნი. აი აქ არის ერთი საინტერესო რამ. რო არ გამიგრძელდეს სიტყვა, ჩემმა მეგობრებმა იციან, გამიგრძელდება სიტყვა და მე ვეღარ მოვბრუნდები და ამიტომ რაღაცეები ამოვიწერე, საერთო ან მსგავსი ნიშნები უნდა გქონდეთ აი ამ გმირებს. და აი ამ საერთო ნიშნებზე და მსგავს ნიშნებზე წერდა ძალიან ბევრი ლიტერატურათმცოდნე და ძალიან ბევრი ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი, თქვათ როლდი რეგლანი წერდა, ოტო რანკე, ჯოზეფ კემბელი, ვლადიმერ პროპი და სხვები. და ესენი რაზე წერენ, იცით, ძირითადად იმაზე, თუ რა წარმოშობისაა გმირი, საიდან მოდის, როგორ მოდის, რა ნიშნები აქვს და რა გზა უნდა გაიაროს. საიდანღაც მოდის, სადღაც უნდა მივიდეს. სადღაც რაღაცა უნდა დაასრულოს, რაღაცა გზა. ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ ბოროტი ძალის დამარცხებასა და სამყაროსი და ადამიანის გადარჩენაზე. მარტო აი ამ თემაზე შევჩერდებით ამ შემთხვევაში. მე-20 საუკუნის
შუა ხანებში და მეორე ნახევარში ერთი კანადელი ლიტერატურათმცოდნე იყო ძალიან კარგი, Northrop Frye, რომელმაც რამდენიმე ჯერ ერთი ის განსაზღვრა, რომ ლიტერატურულ თხზულში უნდა იყოს აუცილებელია, უნდა იყოს გმირი და ყველაფერი უნდა მის გარშემო უნდა მოიქცოვოს. ყველაფერი აბსოლუტურად ციტატას გეტყვით, ლიტერატურულ თხზულებაში სიუჟეტი შედგება ვიღაცისაგან, რაღაცას რომ აკეთებს, ვიღაცა პიროვნება თუა, გმირია და იგი რაღაცას აკეთებს ან ვერ აკეთებს. იმას რისი გაკეთებაც შეუძლია. ამიტომ თხზულებანი შეიძლება დახარისხდნენ არა ზნეობრივად, არამედ გმირის მოქმედების ძალის მიხედვით. ამრიგად თქვენთვის გასაგებია, რომ ჩვენ ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ და ლიტერატურისაგან წარმოშობილ შეიძლება ფილმებზეც. აი ფრაი გამოარჩევს გმირის 5 ტიპს. 5 ტიპის გმირი ყავს ფრაის გამორჩეული. ერთი არის ღვთაებრივი მითოლოგიური გმირი, რომელიც თვითონაც ღმერთია. და ეს ამბავი, გმირის შესახებ ამბავი არის ამბავი ღმერთის შესახებ. მეორე არის ადამიანებზე, კაცებზე, სხვა ხალხზე, უბრალო ადამიანებზე აღმატებული თავისი ხარისხით, ღონით, ძალით. და ამ თვალსაზრისით ეს არის საგმირო ეპოსის გმირი. და მესამე გმირი უკვე არის სხვა კაცებს კი ჯობნის ღონითა და თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ ჩვეულებრივ ბუნებრივ გარემოში რჩება, რაღაც საკვირველი ნიშნები არა აქვს და ზებუნებრივი ნიშნები თითქოს არა აქვს და ამ გმირს ეძახის მაღალ მიმეტურ გმირს ფრაი. მეოთხე გმირი არის ისეთი, რომელიც ჩვეულებრივია, ჩვენნაირი გმირია და ეს ჩვენნაირი გმირი არის დაბალმიმეტური გმირი. ოღონდ აი ამ დაბალმიმეტურ გმირს ფრაი არ უკარგავს იმედსა და პერსპექტივას და შეიძლება რომ ის ორიენტირებული იყოს მაღალი მიმეტურობისაგან ლიტერატურულ ნაწარმოებში რასაკვირველია. ხოლო ჩვენზე დაბლა მდგომი გმირი უკვე გმირი აღარც კია, ყველაფრით რო დაბლა დგას ძალით, ინტელექტით და ყველაფრით ეს უკვე ირონიული გმირია. აი ამ სიაში პირველი და მეორე ტიპის გმირებს ფრაი რომ გვაძლევს, ის გამოარჩევთ, რომ ზებუნებრივი ძალით მოქმედებენ და აქვთ ზებუნებრივი მოწოდება. ხოლო მესამე ტიპის გმირს ეს არა აქვს. მესამე ტიპის გმირს თითქოს ეს ღვთაებრივი რაღაცა შთაგონება, ინსპირაცია არა აქვს, მაგრამ ჩემის აზრით შეიძლება ღვთისაგან მონიჭებული არ არის ლიტერატურულ ნაწარმოებში ეს, მაგრამ მას მაინც რაღაცნაირად შთაგონებით ატარებს. აი ესეთები მაგალითად რო გავიხსენოთ მეფეები, სარდლები, ბელადები, წინამძღოლები, ესენი არიან ღვთის მიერ დანიშნულები. და რა კი ღვთის მიერ დანიშნულები არიან, უნდა იმოქმედონ და გაიმარჯვონ და უნდა ზნეობამ გაიმარჯვოს მათი გამარჯვებით. მაგრამ ამავე დროს ესენი უნდა იყვნენ შეზღუდულნი აუცილებლად ზნეობრივი კანონებით და ჰუბრისი არ უნდა შეეყაროთ, არ უნდა გაამპარტავდნენ. ქართულად ამას ეტყვიან გაბუდაყდაო. აი ასეთი მდგომარეობა იყო ამაზე არ შეიძლება დავა, ვთქვათ, ანტიკურ ეპოქაში და მერე უკვე რენესანსის ეპოქიდან რენესანსულმა ჰუმანიზმმა ნელ-ნელა ისეთი ნაბიჯ თანამიმდევრულად ადამიანი წამოწია წინა პლანზე. ადამიანს მიანიჭა უზენაესი მიზანი, დაადგინა ადამიანი უზენაეს მიზნად და დანიშნულებად და ეჭვი შეიტანა ღვთის არსებობაში. ეს უკვე რენესანსის ეპოქაში ხდება. რა კი შეიტანა ღვთის არსებობაში, ეჭვი მასშესადამე ადამიანს მიანიჭა როგორც ბოროტების განსაზღვრის, ისე სამყაროს გადარჩენის ფუნქცია. ადამიანს აღარავინ აღარ ავალებს სამყაროს გადარჩენას.
გვიანდელ შუა საუკუნეებში უკვე სადღაც ასე მე-15-მე-16 საუკუნეში მერეც განმანათლებლობის ეპოქაშიც გმირმა დაიწყო გაქრობა. ქრება გმირი. და ლიტერატურაში აღარ არიან ისეთი გმირები, როგორცაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ მანამდე. პარადოქსული ვითარება შეიქმნა. გმირები არიან მრავლად ქვეყნად, მაგრამ დიდი ლიტერატურა და ხელოვნება უარს ამბობს მათ დახატვაზე. თქვენ წარმოიდგინეთ მე-17-მე-18 საუკუნეებში ინგლისურ რომანში მხოლოდ ერთმა მწერალმა გაბედა და დახატა გმირები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ მაღალ მიმეტურ გმირებად და შეიძლება რაღაც ღვთაებრივი დანიშნულებაც მივანიჭოთ. ეს არის უოლტერ სკოტი. უოლტერ სკოტის გმირები ძირითადად დგანან მეფის სამსახურში, ამდენად მათ რაღაცნაირად ღვთაებრივი ინსპირაციასთან შეხება აქვთ. შეიძლება მათი ჩამოთვლა, მაგრამ უამრავია მათი სახელი. მე-19 საუკუნის მწერლობაში, ისევ ინგლისურენოვან მწერლობას გულისხმობ, უოლტერ სკოტის კვალზე არავის არ უვლია. არც ერთმა მწერალმა არ იარა ინგლისურ მწერლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ ლიტერატურაში სკოტს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ამერიკელ კითხვებზე და ამერიკელ მწერლებზე, ფენიმორ კუპერის გარდა მისთვის არავის არ მიუბაძავს. ფენიმორ კუპერმა მიბაძა მართლაც და გახსოვთ ალბათ, რომ ჩინგაჯგუკი, აი მისი 5-რომანიანი სიკველის ერთ-ერთი მთავარი გმირი ძალიან ხშირად ელაპარაკება სულს. ელაპარაკება დიად სულს და რაღაც მისგან იღებს შთაგონებას. მერე რა თქმა უნდა მოგეხსენებათ, რომ მარკ ტვენთან არც კი გაიჭაჭანებს გმირობის სკოტური იდეალი. ინგლისში დიკენსი კეთილჩობილ და მიზანსწრაფულ ადამიანებს ხატავს, მაგრამ გმირებს არა. და ამავე დროს უილიამ თეკერი წერს ამავების ბაზარს, რომანს უგმიროთ და დაასამარებს, საერთოდ მოსპობს გმირი აღარც კია სადმე. შეიძლება რომ გმირს ეძებს ჯორჯ ელიოტი საუკუნის ბოლოს, მე-19 საუკუნის ბოლოს, მაგრამ დაბალ მიმეტური პერსონაჟები ყავს და არავითარი სწრაფა რაღაც იქით მაღალ მიმეტურისაკენ არ შეიმჩნევა. ერთადერთი მწერალი, რომელიც ფინდესიკლი, მოგეხსენებათ რა არის ფინდესიკლი, ეს არის საუკუნის დასასრულის მწერლობა. ერთადერთი მწერალი, რომელიც აქ გმირის დახატვა შეეცდება, არის ჯოზეფ კონრადი. აი ამ კაცმა შეძლო რომ დაებრუნებინა გმირი რომანებსა და მოთხრობებში. მაგრამ მასთან არის გამოსაკვლევი ღვთაებრივი შთაგონების საკითხი. აი ამ გმირებს აქვთ თუ არა ღვთაებრივი შთაგონება. მათ შთააგონებთ თუ არა ზეგარდმო ძალა, რომ უნდა წავიდეს და გმირობა ჩაიდინოს და კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, ჯოზეფ კონრადი წერს პროზას, რეალისტურ პროზას, ასე ვიცით, მაგრამ არ წერს რაღაცა განსაკუთრებული ამაღლებული სტილით, გმირს რო შეეფერება, მაგრამ მაინც მისი გმირი არის მაღალ მიმეტური გმირი და ძალიან დიდი დაკვირვება არ ჭირდება, რომ მას რაღაც ზებუნებრივ ძალებთან აქვს კავშირი. ამას მიიჩნევენ ირონიულ კავშირად. რომ აი ირონიულად უკავშირდება რაღაცნაირად ზებუნებრივ ძალებს. ჯოზეფ კონრადის მთავარი ნაწარმოები, ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ წყდეადის გული, მოგეხსენებათ და წყდეადის გულში არის პერსონაჟი ჩარლი მარლოუ, რომელიც გადაწყვეტს, რომ არ არის ნამყოფი აფრიკაში,
კერძოდ კონგოს ნაპირებზე და იქ უნდა გაემგზავროს. ეს არის მისთვის თეთრი ლაქა რუკაზე და მიემგზავრება კომპანიის საშუალებით, რომელსაც ქვია ელდორადოს კვლევა ძიების კომპანია, ბელგიური კომპანია და კონგოს აუზში მოიპოვებენ სპილოს ძვალს. და როცა იქ მიდის ამ კომპანიაში, რათა გაფორმდეს მათთან სამუშაოდ, ჩარლი მარლოუ ხდება ექიმს, რომელიც მას ამოწმებს. მის ჯანმრთელობას შეამოწმებს, საფუძვლიანად შეამოწმებს მის ჯანმრთელობას და მერე ეკითხება, რომ შენო თავი უნდა გამოგიკვლიო და რასაც შენ აკეთებო. გასაკვირია, იმიტომ რომ ბევრი მინახავსო, პირდაპირ ეს ზღაპრის კუდიანი დედაბერიან და ჯადოქარი რომ არის, აი იმ სიტყვებს ეუბნება. ბევრი მინახავსო, მანდ წასულიო და უკან დაბრუნებული არავინო. პირდაპირ ზღაპრული გარემოა. სრულიად ისეთია, ეგ ზაჯვარედინზე რო დგას და აქეთ წახვალ, იქით წახვალ, ეს კიდევ იქით წასული ბევრი მინახავს, მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ. გარდა ამისა, სანამ აქ ხელშეკრულებას დადებს, ჩარლი მარლოუ ის ხდება, ხედავს ორ ქალს, მოხუცებულ ქალს, რომლებიც რაღაცას ქსოვენ. და ეს ქსოველები, რა თქმა უნდა, მოირებია, რომლებიც მის ბედის წერას ქსოვენ, ეს ორი ქალი. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ ჯოზეფ კონრადმა შესანიშნავად იცოდა, სადაც მიამგზავრებდა თავის გმირს და რომ ის უნდა ჩასულიყო, ჩაშვებულიყო წყდიადის გულში და იქიდან ხელახლა ამოსულიყო და ასეც ხდება. ჩარლი მარლოუ მიდის აფრიკის შუაგულში, კონგოს გაივლის, იქ თავის მისიას შეასრულებს, ნახავს თქვათ კურცს, ამ კურცზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და შემდეგ უკან ბრუნდება. ამრიგად აი ამ მაღალ მიმეტური გმირის უფრო მეტი ზებუნებრივი ძალა შეიძლება ენიჭებოდეს ამ შემთხვევაში ჩარლი მარლოუს. ის არის ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი და ის არის ზებუნებრივი ძალის მიერ შთაგონებული, ღვთის მიერ შთაგონებული და ინსპირირებული გმირი. მან გაიარა ინიციაციის ეტაპი და ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა. მეორე რომანიც აქვს ჯოზეფ კონრადს, ლორდი ჯიმი, სადაც არის გამოყვანილი ერთი ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი, ჯიმი, რომელსაც აქვს მისწრაფება, რომ აუცილებლად გმირი უნდა გახდეს. ის არის სოფლელი მღვდელის შვილი და მის მამას აქვს წმინდა ადამიანისათვის დამახასიათებელი რაღაცნაირი ცოდნა შეუცნობლისა. ჯიმი არის გმირად დაბადებული, გრძნობს ამ მოწოდებას და თავის ტრაგიკულ გზას მიუყვება გმირობისაკენ. და აი ეს მთელი მისი თავგადასავალი ძალიან ხშირად გვაგონებს ბერძნულ მითოლოგიას, ოიდიპოსის მითი იქნება ეს თუ ორესტეს მითი და ბედისწერა თანსდევს ამ ჯიმს და ვერავითარ შემთხვევაში თავიდანვე ვხედავთ, რომ ვერავითარ შემთხვევაში თავს ვერ დააღწევს. და გარდა ამისა ისიც მიმანიშნებელია, რომ ამ რომანს ჟანრს განუსაზღვრავს თვითონ ჯოზეფ კონრადი და უწოდებს tales, ანუ თქმულებას, ანუ ზღაპარს. აი ასეთი მდგომარეობაა. ჩვენთვის ცნობილ ლიტერატურაში მე-18-მე-19 საუკუნეში გმირი, რომელსაც ექნება ღვთაებრივი ზეშთა გონება, რომ გმირობა უნდა ჩაიდინოს, აღარ აყვავს. აღარ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არ არის მაღალ ლიტერატურაში, დიდ ლიტერატურაში, დიდ წიგნებში. სამაგიეროდ ქვევით, საშუალო ლიტერატურაში და დაბალი დონის ლიტერატურაში ასეთი გმირების ძიება არის გმირის ძიება, ზოგადად გმირის ძიება, აი რო ვთქვათ, რომ თეკერეიმ თქვა უარი, რომ აღარ მინდა გმირებიო, ზოგადად გმირის ძიება დაბალ და საშუალო დონის ლიტერატურაში არის გაცხოველებული. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, არ ვიცი ხსმენიათ თუ არა,
იყო ასეთი მწერალი ქალბატონი ბარონესა ემა ორც. ძალიან კარგი ქალბატონი იყო, კარგათაც წერდა და მას შექმნილი აქვს ასეთი სიკველი რომანთა თუ ვრცელ მოთხრობათა წყება, რომელსაც ქვია The Scarlet Pimpernel, ანუ ალისფერი საპოვნელა. და ამ მოთხრობათა წყების, ამ სიკველის მთავარი გმირი გახლავთ პროტაგონისტი გახლავთ სერ პერსი ბლეკნი. ვინ არის სერ პერსი ბლეკნი? ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს კაცი საზოგადოებაში ერთი მაღალი საზოგადოების კოხტაპრუწაა, რომელიც არის ქალების გულების მკვლელი, საზოგადოების გული და სული, ლამაზად ჩაცმული, გაწკრიალებული ყოველთვის და არაფრით გამორჩეული, მოკლედ. სხვა თავისი კოლეგებისაგან თუ ამ საზოგადოების წევრებისაგან, რა თქმა უნდა, ინგლისის სამეფო კარზეა ლაპარაკი, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის თავგანწირული გმირი, რომელიც დაუჯერებელ ფათერაკებს გამოივლის, თავს დაიხსნის და ის არის საზოგადოება ალისფერი საპოვნელას, ამ Scarlet Pimpernel-ის წინამძღოლი, რომელსაც ამ საზოგადოებას მიზნად აქვს დასახული, რომ შური იძიოს საფრანგეთის რევოლუციის მიერ არისტოკრატიის დევნის გამო და დასახრეტად თუ გილიოტინაზე ასაყვანად გამზადებული არისტოკრატები გადაირჩინოს და წამოიყვანოს და ინგლისში დააბინაოს. თუ არ დაიზარებთ მერე და მოძებნით ამ Scarlet Pimpernel-ს, ნახავთ რომ ეს მრავალსერიანი ფილმიც არის გადაღებული და ძალიან კარგად არის დაჩვენები ეს ფათერაკები და თავგადასავლები. ამ რაზმის და ამ საზოგადოების არსებობა იცის მხოლოდ და მხოლოდ უელსის პრინცმა. ამრიგად რაღაცნაირი კავშირი მეფესთან და აქედან გამომდინარე, რადგან მეფე ღვთის დანიშნულია, რაღაც ზეშთა გონებასთან საქმე გვაქვს. მაგრამ ხაზგასმული ეს არ არის ამ წიგნში. საქმე იმაშია, რომ ამ კაცის, ამ სერ პერსი ბლეკნის საქმიანობა არის პოლიტიკური და აქედან გამომდინარე ის რომელიღაც პოლიტიკური მხარეა. არის თქვათ რეაქციონერთა მხარეზე, რევოლუციის მოწინააღმდეგეა, რეაქციის მხარეზეა და ამრიგად პირდაპირ ვერ ვიტყვით ჩვენ ის მთლიანად სიკეთის სამსახურში დგას თუ ბოროტების მხოლოდ ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ასეთი სიტუაცია ჩვენები კარგები არიან და ისინი ცუდები არიან, რაც ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება. თქვათ, ვინც საფრანგეთის რევოლუციით არის აღფრთოვანებული და საფრანგეთის რევოლუციას მიიჩნევს, რომ დიდი და კარგი პროგრესული საქმე იყო, ის იტყვის, რომ ეს კაცი ცუდი კაცია ეს სერ პერსი ბლეკნი, ხოლო ვინც აი ამ საფრანგეთის რევოლუციას გმობს, ის იტყვის, რა თქმა უნდა, რომ სერ პერსი ბლეკნი გმირია. ეს გახლავთ საუკუნის დასაწყისი, მე-20 საუკუნის დასაწყისი და შემდგომ უკვე აი ამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, როცა ერთი საკაცობრიო უბედურება დასრულდა და მეორე საკაცობრიო უბედურება ჯერ არ დაწყებულა, ლიტერატურაში იდგა მაღალი მოდერნიზმის ხანა. ეს ტერმინი ჩემთვის არ არის მაინც და მაინც ისეთი ყოვლის აღმწერი, იმიტომ რომ მოდერნიზმი არ შეესაბამება იმ წერალთა შემოქმედებას, იმ წერალთა მსოფლმხედველობას, რომლებიც აი ამ მოდერნიზმის რიგებში არიან. შეიძლება ამას უწოდოთ კლასიკის ან კლასიციზმის აღორძინება და არა ნეოკლასიციზმი და აი ამ ეპოქამ დასვა დიაგნოზი. სრული უიმედობა, აქედან გამომდინარე, აბა სად არის გმირი? სად უნდა იყოს გმირი? სრული უიმედობა, საკაცობრიო უიმედობა, დასრულებულია ყველაფერი. თქვენთვის ცნობილი დიდი მწერლები, ჯეიმს ჯოისი გმირს ხედავს? ვერ ხედავს. მარსელ პრუსტთან გმირი გაიელვებს სადმე? ვერ დაინახავთ. ფრანც კაფკასთან გმირი არის სადმე? არ არის. თომას მანთან არ არის გმირი.
დევიდ ჰერბერტ ლოურენსთან გმირი არ არის, ოლდოს ჰაქსლისთან არ არის, ვირჯინია ვულფთან და ჯორჯ ორველთან ტყილა დაუწყებთ მოძებნას და მერე აქეთ ინგლისურ ლიტერატურაში კინგსლი ეიმისი და ივლინ ვო საერთოდ იქ გმირის ვერ დავინახავთ. სარტრთან საერთოდ გმირია და სად უნდა მოუძებნოთ. ალბერ კამიუსთან გმირი არ არის. აქეთ რო გამოვყვეთ უფრო ძალიან ძნელი მოსაძებნია და რაც უფრო ჩვენ დროს უახლოვდებით, მით უფრო ძნელდება არა მარტო გმირის პოვნა, არამედ დიდი რომანისაც და დრამატურგიის იგივე ხდება. პატარა ისტერიული კაცები და ქალები დადიან სასტუმრო ოთახებში და ერთმანეთს უშლიან ნერვებს. აი ამერიკულ ლიტერატურაში ამ თვალსაზრისით ერთგვარი სულის ამ მოთქმა, სულის მოსათქმელი გვიჩნდება. გაიხსენეთ სკოტ ფიცჯერალდის დიდი გეტსბი და დაინახავთ რომ მას იგი გამოივლის გმირის გზას, მას აქვს გმირისათვის დამახასიათებელი თვისება, მისი წარმოშობა ბუნდოვანებითაა შებურვილი, ჩვენ არ ვიცით ის რომელი წლიდან არის გამოსული, შემდეგ იგი იხრჩობა, მას გადაარჩენენ, მას მასწავლებელი გამოუჩნდება. მოკლედ ტრადიციული გმირის გზას გაივლის ძალიან ისე შეიძლება შორეულად, მაგრამ მაინც და მზად არის ის, რომ გმირობა ჩაიდინოს. მზად არის გმირობა ჩაიდინოს, აგერ მისი სატრფო არის განსაცდელში და უნდა გადაარჩინოს. უნდა დაიბრუნოს თავის სატრფო. და ამისათვის თავს გაწირავს. მაგრამ აი ცოტა ძნელია სკოტ ფიცჯერალდის შემთხვევაში ღვთაებრივი შთაგონების მოძებნა, არ არის ეს ღვთაებრივი შთაგონება და მისი დაცემაც მისი დაღუპვაც მაინც და მაინც დიდ კათარსისს არიწევს ჩვენში. სევდას. რა ვიცი, მე ასე მგონია, თუმცა ეს რომანი შესანიშნავია. იქვე არის მისი მეგობარი ერნსტ ჰემინგვეი, სკოტ ფიცჯერალდისა, რომელსაც ძლიერი კაცები და ქალები გამოყავს, მაგრამ მათ დიადი მიზანი არ აქვს და ერთადერთი დიადი მიზანი ვისაც აქვს, ეს არის მოხუცებული მოთევზე, რომელსაც ბოლოს ჩვენი მოხუცი და ზღვაში, რომელსაც ბოლოს ჰემინგვეი ერთი პატარა ბიჭის მზრუნველობის ქვეშ გვიტოვებს. რაღაცნაირად იმედს ტოვებს თითქოს, მაგრამ ეს იმედიც რა იმედია. უილიამ ფოლკნერს გამოყავს რამდენიმე გმირი ასპარეზზე, აიზეკ მაკქასლინი მაგალითად, რომელიც მთელი სამხრეთის შტატების ცოდვას იტვირთებს, ხრებს შეუდგამს და ეს წყევლა, რომელიც სამხრეთის შტატებს აწევს, ის უნდა გამოისყიდოს. მაგრამ ვერ გამოისყიდის. ვერ გამოისყიდის, ვერც დაეცემა აი ამ ბრძოლაში და სრული სახეც არ არის. ამას წინათ საუბრობდით მე და ჩემი მეგობარი და იქ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არ არის სრული სახე, იმიტომ რომ არ არის რომანის პორტრეტი, ეს არის მოთხრობებისაგან შემდგარი და ესეთ შეკრული სახე და ამიტომ სრული არ არის და შეიძლება ამიტომაც არ არის რამე. გარდა ამისა, აქაც მიუხედავად იმისა, რომ არის უდაბურება, ხშირად ნახსენები რაღაც სული, ისევე როგორც ჯოზეფ კონრადთან და რაღაც კავშირიც უნდა იყოს მათ შორის, მაინც მას რაღაცა შთაგონება არ აქვს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფენტეზის ჟანრის რომანები, აუცილებლად. ფენტეზის ჟანრის თხზულებანი, სადაც გადავდივართ ჯადოსნურ სამყაროში და ჭეშმარიტ გმირებს ვეცნობით. ეს არის კლაივ სტეპლ ლუისის, ტოლკინის პროტაგონისტები, ნამდვილი ჭეშმარიტი გმირები ყველა ნიშნით, მაგრამ ეს წიგნები რატომღაც საბავშვო წიგნებად არის მიჩნეული. თუმცა მათში ეს ისტორიული საფუძველი და პარალელები ძნელი გამოსაცნობი არ არის. საერთოდ ეს ტერმინი ფენტეზი არაზუსტი და არასწორი მგონია. იმიტომ რომ ფენტეზის ენციკლოპედია ბრიტანიკა განმარტავს როგორც იმას, რაც შექმნილია წარმოსახვით. იდეა, რომლის ხორცშესხმაც შორსაა რეალობისაგან. არ არის ეს ფანტაზიის და ფენტეზის სწორი განმარტება ჩემი აზრით, თავის დროზე სემუელ ტეილორ კოლრიჯი 19 საუკუნეში გაამიჯნავდა ერთმანეთისაგან
ფანტაზიას, ფენსის და წარმოსახვას, imaginations. ფანტაზიას უწოდებდა გონების მექანიკურ მოქმედებას, ხოლო წარმოსახვას imaginations უწოდება მისტიურ ძალას და კოლრიჯი ამბობდა, რომ არსებობს პირველადი წარმოსახვა და აუცილებელი, რომელიც გრძნობებისაგან იღებს შთაბეჭდილებას და წყაროს გრძნობებისაგან, როცა ადამიანი ბუნების შესწავლის პროცესშია და ეს ყველა ადამიანს ახასიათებს ამბობს, მაგრამ მეორე წარმოსახვა არის, რომელიც ზეგარდმონიჭისაგან მოდისო და მხოლოდ გენიოსებს ახასიათებთ. აი ტოლკინსა და ლუის შეიძლება ითქვას ეს წარმოსახვა, რომელიცაც მათ აი ეს ფანტასტიკური, არათუ ფანტასტიკური, არამედ უდიდესი წარმოსახვის მქონე სამყაროების შექმნეს, სწორედ რაღაც ისეთი მეორადი წარმოსახვისაგან უნდა იყოს. აი პირველადი წარმოსახვი თქვათ ჯოან როულინგის ან ჯორჯ მარტინის ან ბერნარდ კორნვალის ან სხვათა გმირები შეიძლება იყოს. ჯადოსნური სამყაროში მოქმედებენ ესენი, მაგრამ რაღაცნაირი ტექნოლოგიური ხასიათის არიან და ამას ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით. ტოლკინი და კლაივ სტეპენ ლუისი, ნარნიას ქრონიკები. ხო და შემდეგ თქვი როულინგი, ჯორჯ მარტინი, ბერნარდ კორნვალი, ესენი ცნობილი მწერლები არიან, თანამედროვე მწერლები, რომლებიც ეხლაც წერენ და ძალიან ცნობილი სიკველების ავტორები არიან, ასეთი ზღაპრული ფენტეზის აი ეს რო დაუბრუნდეთ იმ კაცს, ძალიან საინტერესო კაცს, სერ პერსი ბლეკნის, ეს კაცი მოქმედებს სადღაც მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის რევოლუციის აურზაურში და აი ამ პერიოდში სწორედ იმიტომ რომ ვიწროვდება ძალიან რწმენის, რელიგიის და ეკლესიის სამოქმედო სივრცე, არათუ ვიწროვდება, არამედ მთლიანად უარიყოფა, კაცი რჩება თავის ანაბარად. და რახან კაცი თავის ანაბარაა და ლიტერატურაში უნდა გადმოვიდეს ეს კაცი, დიდი ლიტერატურა უარს ამბობს აი ამ მაღალ მიმეტურ გმირებზე, ზებუნებრივ გმირებზე, ზებუნებრივი ძალით შთაგონებულ გმირებზე და რჩება ეს სერ პერსი ბლეკნი. ჩაგრულ კაცთა მოსარჩლე. ეს არის თუ არა ეს გმირი არ ვიცი. იმიტომ რომ ზედაპირული სახეა, ზედაპირული ვნებები აქვს. ფათერაკებით ახსავსე ცხოვრება აქვს და ეს ყველაფერი რაღაც შინაგანი და გარეგანი ჭიდილის გარეშე ვითარდება, მაგრამ თან ამავე დროს ძალიან სიმპათიური გმირია. და რაც თავარია ეს კაცი, იმიტომ დაგვჭირდა რომ ამ კაცისგანო ამბობენ და ვეთანხმები დაედო სათავე სწორედ აი ამათ სხვა ბესტსელერებს და გააჩნდა ამის კვალზე ასობით და ათასობით სუპერ გმირი. და ეს გაჩნდა დააკვირდით არა ლიტერატურის კლასიკურ ჟანრებში, არა დიდ ლიტერატურაში, არა დიდ რომანში, არამედ გაჩნდა კომიქსებში, კომიკურ წიგნებში, comic books. აი აქედან წამოვიდნენ ეს ჩვენი სუპერ გმირები. გმირები არიან, უძლეველი გმირები, მაგრამ comic book-ებიდან არიან წამოსულები. ეს ჟანრი, კომიქსების ჟანრი ადრე გაჩნდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, მერე ესეთი ცვალებადი პოპულარობით ვითარდებოდა და აი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის, როცა ხალხში გაჩნდა, როცა ესეთი ზნეობა, დევალვირება დაიწყო ყველანაირი და გაჩნდა ხალხში გმირების მოთხოვნილება, გაჩნდა ეს მოთხოვნილება და გაჩნდა მაშინვე მიწოდებაც, მოგეხსენებათ ეს ჩვეულებრივი რამ არის ეკონომიკაში მოთხოვნილება არის, მიწოდება იქნება და დაიწყეს ამ კომიქსების წერა და ხატვა. ანუ ჯერ მოეწონათ ეს გმირები კომიქსებით, მაგრამ მერე გაჩნდა ისევ
შინაგანი მოთხოვნილება გმირებისა ყოველთვის იყო. მაგრამ დიდი ლიტერატურა მეთქი ამას ვამბობს, სწორედ უარს ამბობს. აი ამ დიდი გმირების, სამყაროს გადამრჩენი გმირების დახატვაზე და მოცემაზე. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. მაგრამ მე-19 საუკუნეში ისე სწრაფად არ ვითარდება. მე-20 საუკუნე მოგეხსენებათ აჩქარების საუკუნეა. აჩქარდა ეს ყველაფერი და რა კი მოთხოვნილებაა, რომ გმირი გვინდა, გმირი, ეს სამყარო იღუპება ვიღაცამ, უნდა გადაარჩინოს. და ამას დიდი ლიტერატურა და დიდი რომანი კი არ ეპასუხება. მე ხო ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, გთხოვთ არ გამიყვანოთ ლიტერატურის სფეროდან, იქ არაფერი მესექმება. აი იმ დიდ ლიტერატურაში ეს დიდი გმირი არ არის. არავინ არც ერთი დიდი მწერლის გმირი არ ისახავს მიზნად, რომ სამყარო გადაარჩინოს. მხოლოდ და მხოლოდ აი ესენი. კომიქსების გმირები და ხალხს უნდა ეს გმირი, სჭირდება გმირი. და აი კომიქსებმა დაიწყეს ეს საქმე გმირების ამორძინებისა, სუპერ გმირების გაჩენისა და აი ჩნდებიან კაპიტანი ამერიკა, სუპერმენი, ბეტმენი, ჰალკი, სპაიდერმენი, რა ვიცი, რა ჩამოთვლის ამათ უამრავია, აურაცხელია მათი ის კოსმოსური ომები გაიხსენეთ და აი აქ სამყაროთა ბრძოლების პერსონაჟები და ასობით და ათასობით სუპერგმირი. რა არის სუპერგმირის მიზანი? სამყაროს და ხალხის გადარჩენა. უნდა გადაარჩინოს სამყარო და ხალხი. ბოროტი იბრძვის ადამიანთა მუდმის გასანადგურებლად და კეთილი აღუდგება წინ, შეებრძოლება და დაამარცხებს. ამაზე უფრო კეთილი მიზანი რა უნდა იყოს? ბოროტს აძლია კეთილმა. უკეთილშობილესი მიზანია. მაგრამ არ არის ასე მარტივად საქმე. აი იმას ბოროტს აძლია კეთილმანო ვინ ამბობს? ავთანდილი ვეფხისტყაოსანში. ავთანდილი ამბობს, მაგრამ ამავე დროს ის ამბობს, ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა, ძლევად მტერთად, ვინ არის ძალი უხილავი, შემწედ ყოველთა მიწიერთად. ანუ მეო იმან მომცაო ძალაო და იმის მიხედვით მოქმედებო, იმისი ძალით მოქმედებო. აი ეს ციტატები ვეფხისტყაოსანის გმირები, რასაც ამბობენ, გვეუბნება, რომ ისინი ყველანი ღვთაებრივი ინსპირაციით მოქმედებენ. აი არის ინგლისური საგმირო ეპოსი ბეოვულფი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს ჩვენი ბეოვულფი, ეს უძლეველი გმირი, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე არავინ არ ყოფილა და არც იქნება, არის გამოგზავნილი ღვთისაგან. ხროთგარი ამბობს მეფე დანიისა, რომ ჩვენს წმინდა მამას მოულენია ბეოსათვის ღვთაებრივი თავისი ნიშანი, რომ შეგვეწიოს და ჩვენს ჩაგვრას ბოლო მოუხოს. ღმერთმა გამოუგზავნა ხროთგარს ეს კაცი, რომ შეებრძოლოს იმ ურჩხულ გრენდელს და დაამარცხოს. ასე მოქმედებს ყველა გმირი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული შუა საუკუნეების გავლით, მე-18, მე-17, მე-18 საუკუნეებამდე. და ეს გმირები არიან ზნეობით ახსავსე კეთილშობილი ხალხი, ახასიათებთ არისტოტელური სიქველენი, გაიხსენეთ არისტოტელური სიქველენი, რაც არის კეთილგონიერება, სამართლიანობა, ზომიერება, სიბამაცი. და ქრისტიანული სიქველენიც ახასიათებთ მორჩილება, გულმოწყალება, უმანკოება, მადლიერება. აი ზნეობის აი ამ სიქველეთა დაამრღვევს, აი ამ ზნეობის დაამრღვევ გმირს აუცილებლად შეეყრება ჰუბრისი და მეორე ჰუბრის მოსდევს ჰამარტია, ანუ გაამპარტავანდება და დაეცემა. ეხლა ვნახოთ როგორები არიან სუპერგმირები. მოდი ჩამოვთვალოთ, მოდი განვიხილოთ და თურმე შემეშლება თქვენ კარგად იცნობთ ჩემზე ამ გმირებს, აი გამისწორეთ. სუპერმენი ჩნდება 1936 წელს. ასპარეზზე გამოდის. ლიტერატურის ასპარეზზე, ამ კომიქსების ასპარეზზე. დამადებულია გამოგონილ პლანეტა კრიპტონზე, სახელად ერქმევია კლა-ელი. კრიპტონი იმსხვერპლა ბუნებრივმა კატასტროფამ, მშობლებმა მოასწრეს და ბავშვი მცირე კოსმოსური ხომალდით გამოგზავნეს დედამიწაზე, ხომალდი ამერიკის პროვინციაში დაეშვა გამოგონილ ქალაქ სმოლვილთან, ესე იგი პატარა ქალაქთან. ბავშვი იპოვეს, იშვილეს ფერმერებმა, გვარად კენტებმა და კლარკ კენტი დაარქვეს. დავაჩკაცებულმა კლარკმა ზეადამიანური ძალა გამოავლინა და მშობლების რჩევით კაცობრიობის სამსახურში ჩადგა. რათა ბოროტების წინააღმდეგ ებრძოლა გმირობის ჩადენის დროს მას ლურჯი წითელი კოსტუმი აცვია და დიდი ეს აწერია. ლურჯი წითელი მოგეხსენებათ ამერიკის ფერებია. აი ამ ქალაქში, მეტროპოლისში, გამოგონილ ქალაქში მუშაობს და ჟურნალისტად და ათასნაირ დიდ საგმირო საქმეებში ჩადის.
მე თქვა ბეტმენი 1919 წელს გამოვლინდა და შექმნეს ეს სუპერმენი იმაზე, რა თქმა უნდა, კომიქსების წიგნებში ჯერ და მე ფილმი გადაიღეს. ეს არის ბრიუს ვეინი, მდიდარი ახალგაზრდა ამერიკელი კაცი, ქალაქ გოთამში ცხოვრობს, 8 წლის არ იყო მშობლები დავთვალწინ დაუხოცეს გაძარცვისას და დაიფიცა რომ შურს იძიებდა სამართლიანისთვის ბუბისათვის იბრძოლებდა, ძლიერია, ინტელექტუალია, რაღაც დიდი ტექნოლოგიები აქვს, მრავალნაირი ტექნოლოგიები აქვს და ღამურის მსგავს უნიფორმას იცვამს და დარაჯობს თავის ქალაქს. ანუ მთელ სამყაროს ღამღამობით. კაპიტანი ამერიკა 1941 წელს ჩნდება ომის პერიოდში. ომისში მონაწილე ჯარისკაცია, 60-ია, სადაც ამერიკის დროშაა გამოხატული, ფარი აქვს, მრგვალი ფარი, რომელზეც ასევე ამერიკის ის არის სიმბოლოები გამოხატული. და როგორ გაჩნდა ეს კაცი? გაჩნდა რაღაცა ხსნარი შეუყვანეს და გახდა ერთი ჯეოლოგიური ბიჭი იყო და გახდა უძლეველი. ჩაგრული ხალხის და ბოროტი ძალებისგან დასაღუპავად განწირული მსოფლიოს იმედი არის კაპიტანი ამერიკა. ჰალკი ვინ არის? ერთ ჩვეულებრივი ბიჭია, ბრიუ ბენერი, რომელიცაც ასევე რაღაცა შემთხვევის გამო რაღაცა გამადასხება, რადიაცია მოხდება და იღებს და როცა ემოციები გაიღვიძებს მაშინვე ხდება ესეთი უძლეველი. სპაიდერმენი ამას უკმინა ობობამ, რადიოაქტიურმა ობობამ უკმინა. ყველგან ტექნოლოგიაა, დააკვირდით ამას. ყველგან ტექნოლოგია, ეს არ არის უბრალოდ სახომარო საქმე. და სასაცილო და ზღაპრული საქმე. ყველგან ტექნოლოგია მოქმედებს და ამასაც ეს გაუჩნდება ეს რაღაც აქედან გამოდის რაღაცა და ამითი საშუალებით ის ძალიან ბევრ საგმირო საქმეს ჩადის და ადამიანებს გადაარჩენს. არა დააკვირდით, რითი არ გვანან ესენი ძველ გმირებს? გვანან? ერთია ეს ტექნოლოგია არის. ერთი ჩანახო ტექნოლოგია. ხო, აი მივალთ მანდამდე. არა, კარგია რომ მაწყვეტინებთ. განსხვავება არის სწორედ ის, რომ იმ ძველ გმირებს ყველას აქვთ არათუ ზებუნებრივი ძალა, არამედ ღვთაებრივი ინსპირაცია. ღვთის მიერ არიან შთაგონებულნი, რომ უნდა იბრძოლონ და გაიმარჯვონ და სამყარო უნდა გადაარჩინონ. აი, სუპერმენებს ერთმანეთს ძალიან გვანან, მაგრამ ეს არა აქვთ. არა აქვთ ის ზნეობრივი და ქველი და სიქველის ნორმები, რომელიც დედაკაც და მამაკაც სამყაცობრიობის გაჩენის დრიდან ადამიანად გადააქცევს და გმირად აღამაღლებს მერე. ჩვენი დროის გმირი და საგმირო ამბები ძალიან გამარტივებულია, მეტიც გაპრიმიტიულებულია და სამყაროში შემოტანილია ეგრეთ წოდებული, მე ამას ასე უწოდებდი, ახალი მანიქეიზმი. მანიქეიზმი მოგეხსენებათ, რაც არის, რომ სამყაროში არის ორი ძალა, ერთი არის კეთილი და მეორე ბოროტი და ეს ბოროტი და კეთილი ძალა იბრძვიან ერთმანეთსგან, არის შავი და თეთრი და აი ეს გაპრიმიტიულეს და დევალვაცია მოხდა გმირობისა. გაპრიმიტიულდა და გაპოლიტიკურდა. ჩვენ ვიცით, რომ ლიბერალური დემოკრატია არის კეთილი. სხვა ძალა არის ბოროტი. და ის ძალა იმიტომ არის ბოროტი, რომ ბოროტია. უბრალოდ ბოროტია. არავით არის საფუძველი თუ რატო უნდა იყოს ბოროტი და რატო უნდა იძიებდეს შურს, ან რატო უნდა უნდოდეს სამყაროს დანგრევისა, არ გააჩნია. სატანა, ბოროტია. უნდა რომ კაცობრიობა განადგურდეს. მაგრამ მოდი ახლა წარმოვიდგინოთ. ჩვენ ცხოვრობთ აქეთ, დასავლეთს მივაკუთვნებთ ჩვენ თავს. და აი ამ იდეით გამოვდივართ, რომ კაცობრიობა და სამყაროს გადარჩენა გვინდა. იქით ამ ხარეს არის არადემოკრატიული ძალები, რომელთა ძირითადად უპირისპირდებიან ეს ჩვენი სუპერმენები და ეს ჩვენი გმირები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ტექნოლოგიები ხო იმათაც აქვთ.
და ისინიც ქმნიან, მე არ ვიცნობ ახლა რუსულ კომიქსებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ კომიქსებში არიან გმირები, რომლებიც იბრძვიან ბოროტი დასავლეთის წინააღმდეგ. ან და ვთქვათ მუსლიმურ კომიქსებში. მე არ მეპარება ეჭვი, რომ ალბათ ექნებათ იმათ რაღაცა, რომ აი არის რაღაცა ბოროტი დასავლეთი, რომელთაც ჩვენი თვის რაღაცის წართმევა და რაღაცის რაღაცა უნდათ. ბოროტი რამე განუზრახავთ და აი ასეთ რაღაცას ქმნიან. ეხლა როგორ გავარჩიოთ? როგორ უნდა გავარჩიოთ? რა და საით? რანაირად? ალბათ უფრო იმით უნდა გავარჩიოთ, რა კი ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, სად უფრო მაღალი დონის და სად უფრო მაღალი რანგის ლიტერატურაა, ის არის უფრო მთავარი და ის არის უფრო მართალი. მაგრამ როგორ ჩანს აი ამ კეთილი და ბოროტის ამ პრიმიტიულ და პოლიტიზირებულ დაპირისპირებასაც დაუდგება დასასრული. ახლა ხო ვართ ამ სიტუაციაში რა. შერიგების არავით არის ის არა ჩანს, აგერ ხედავთ ჩვენ. ახლა პუტინმა რო დაწეროს კომიქსები, რა თქმა უნდა, გამოიყვანს, რომ ჩვენ ვინც აქეთა ვართ დანარჩენები ვართ საშინელი ბოროტი ძალები. ხო? და მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ თუ მშვიდობით გადარჩა ეს ყველაფერი, უამრავი ფილმი გადაიღება და უამრავი კომიქსი გაკეთდება, რომლებიც აი ამ ბოროტების, მართლა ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის. მაგრამ აი ამ დაპირისპირებას როგორც ჩანს დაუდგა და უდგება უკვე დასასრული. და ეს არის ჩემი ნაშრომის მთავარი ნაწილი სწორედ. და ეს არის ჩემი ლექციის მთავარი ნაწილი. რაში მდგომარეობს ეს? და ეხლა მოგახსენებთ ვის წინააღმდეგაც გამოვდივარ. ეს არის ერთი ძალიან კაი კაცი, ისტორიკოსი, იუვალ ნოახ ჰარარი. იცნობთ მის წიგნებს? არა. არა და მისი წიგნები ქართულად ითარგმნა. ერთი არის საპიენსი, მეორე არის ჰომო დეუსი, მესამე არის 21 გაკვეთილი 21 საუკუნისათვის და აი ამ ბოლო წლებში ითარგმნა და სულაკაურმა გამოსცა და მე მგონი საკმაოდ იღბლიანათაც თარგმნა და გამოსცა, იმიტომ რომ კარგად გაიყიდა ეს წიგნები და ძალიან ბევრი მკითხველი წავთ. რა არის ამ პოპულარობის მიზეზი? არ ვიკვლევ მე ამ პოპულარობის მიზეზებს, არ მაინტერესებს, რამდენიმე ციტატას მოვიტან და გავარჩევ და მე განვიხილოთ ერთად. ჰარარი ყველაფერს წერს გულწრფელად და ახდილად. არც ზოგადი და კორექტული ტექსტის უკან იმალება, აი რომ მერე რო თქვათ ინტერპრეტაცია არ დასჭირდეს მის ნათქვამს. არაფერს. იგი წერს. ჩვენი დღევანდელი თანამედროვეობის სამყარო ისტორიაში პირველად ყველა ადამიანის თანასწორობის ძირითად პრინციპებს აღიარებს. თუმცა შესაძლოა ამავე სამყარომ ყველაზე არათანასწორი საზოგადოება შვას. საპიენსიდან არის ეს ციტატა. ესე იგი, თანასწორობა უთანასწორობის საკითხის დიდი ხანია კაცობრიობის წინაშე დგას, აგერ მე-18 საუკუნიდან და მაინც ოდნავ მიახლოებული მდგომარეობა თანასწორობასთან არასოდეს არ გქონია, კაცობრიობას არ ახსოვს ეს, რომ თანასწორობასთან ოდნავ მაინც მივახლოვებულიყავით და ჩემი აზრით ეს არც არის სასურველი და არც ერთ საზოგადოებაში ეს თქვათ იდეალური მდგომარეობა არ მიღწეულა. ხო. ნუ ლუარსაბთად ქარიძე ამბობდა, რომ აიო, შეხედეთ ბაბა, ხელზე არ არისო თანასწორობაო და ხო. ბრძენი კაცი იყო ლუარსაბი. გავიხუმროთ თორე სხვა ძალიან იმაში ჩავარდებით. ხო, თანასწორობის ამ სატყუარათი იაკობინელები, კომუნისტები, ახალი იაკობინელები, თანამედროვე ტროცკისტები, ვოუკისტები შვენივრად დღემდე აბრიყვებენ ადამიანებს. ჰარარი წერს, რომ სწორედ მაშინ გაჩნდება უთანასწორობა, როცა სრულ თანასწორობას დაისახავ მიზნადო. ესეც მისი ციტატაა. ჰარარი ახსენებს იმ ყველაზე პოპულარულ ჟანრს ლიტერატურასა და კინოში, რის შესახებაც ეხლა მსჯელობას ვცდილობ მე. სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების სიუჟეტები, ჰარარის ციტატაა, ძირითადად ისეთ სამყაროს აღწერს, რომელშიც ჩვენი მსგავსი საპიენსები სინათლის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდებით, ლაზერის ქვემეხებით და სხვა ამასთან ტექნოლოგიებით, ამისთანა ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილნი. ციტატებია ბოდიში და ტყობა შემეშალა.
ესე იგი აი ასეთ მდგომარეობაში ვართ. და თან წერს ჩვენი მსგავსი საპიენსებიო. ადამიანს არ ახსენებს. ჩვენი მსგავსი საპიენსები. და ჰარარი ამაში უკვე გულისხმობს, რომ ჩვენ აღარა ვართ საჭირონი ადამიანები. და ახალ სიუჟეტებს დასჭირდებათ ახალი პერსონაჟები. ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ჩვენ ვეღარ ვეწევით უკვე. ამიტომაც რა არის საჭირო? საჭიროა კიბორგი. რა არის კოსმოსური ჰარარის ციტატა? რა არის კოსმოსური ხომალდი მარად ახალგაზრდა კიბორგთან შედარებით, რომელიც ასექსუალურია და არ მრავლდება. თავის აზრებს სხვა არსებებს უშუალოდ უზიარებს. ჩვენზე 1000-ჯერ უკეთესი კონცენტრირებისა და მახსოვრობის უნარითაა დაჯილდოებული. თან არასოდეს ბრაზობს ან იწყენს, მაგრამ სხვა ჩვენთვის წარმოუდგენელი ემოციები და სურვილები გააჩნია. ადამიანები აღარ ვიქნებით გმირები ლიტერატურაში, რადგან ჩვენზე 100-ჯერ და 1000-ჯერ უკეთესები მოდიან. ასექსუალურები ადამიანური გრძნობებისაგან დაცლილნი, უკეთესი განცდების მქონენი, ამას ადამიანი ვერ აღწერს. ესე იგი მწერლობაც აღარ იქნება საჭირო. მწერალი აღარ უნდა იყოს, უნდა იყოს კიბორგი. და აი ერთი მთავარი საკითხი წარმოიშობა. კიბორგებს თუ ეკნებათ ერთგულების გრძნობა. ერთგულების გრძნობა თუ ეკნებათ კიბორგებს. ეს ისეთი სიკველია ერთგულება, რომელიც საზოგადოების წევრობას გულისხმობს და თემისადმი ან ერისადმი მიკუთვნებულობამ უნდა წარმოშვას. სხვანაირად ერთგულება არ არის. შენ ერთგული ხარ შენი ოჯახის, შენი თემის, შენი ერის, შენი ქვეყნის. სხვანაირად ერთგულება არ არსებობს. ხო, აი ამ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სუპერგმირებიდან მხოლოდ კაპიტან ამერიკას აქვს ეს ამერიკული დროშა, როგორც სამოსი და ფარზეც. სხვები არიან რაღაცნაირად კოსმოპოლიტურები. ინგლისურად კი ლაპარაკობენ. კიბორგის საქმე როგორ იქნება? და აი ამ წარმოუდგენელ ჩვენთვის წარმოუდგენელ ემოციებში თუ ექნება ერთგულების გრძნობა. მერე რასწერს კიდევ ჰარარი. სოფლიოს მომავალი ბრძანებლები ჩვენგან იმაზე მეტად განსხვავებულნი იქნებიან, ვიდრე ჩვენ განსხვავდებოდით ნეანდერტალელებისაგან. ნეანდერტალელები ჩვენსავით ადამიანები მაინც არიან, ჩვენი მემკვიდრეები ღმერთებს ემგვანებიან. აი ამნაირად იქმნება ახალი ღვთაებრივი პანთეონი, ახალი მითოლოგია, ტორი ხო არის ასეთი სუპერგმირი? ტორი. და ეს იქნება და მითოლოგია და პანთეონი სულიერების გარეშე. სული სად არის? და აქ ჰარარი შეეხება დიდაფეთქებას, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ სინგულარობას. და ამბობს, რომ ჩვენო შეიძლება უსწრაფად უახლოვდებით ახალ სინგულარობას, როცა ყველაფერი, რაც ჩვენ სამყაროს მნიშვნელობას აძლევს, მე, თქვენ, კაცები, ქალები, სიყვარული და სიძულვილი უმნიშვნელო გახდება. რაც იმ წერტილს იქით მოხდება, ჩვენთვის გაუგებარი იქნება. რა თქმა უნდა, გაუგებარი იქნება. ჩვენ აღარ ვიქნებით. ადამიანი აღარ იქნება. მოსახლეობის რაოდენობა დრამატულად შემცირდება. რამდენიმე შეიძლება 10 ან 100 მილიონი სული დარჩეს. მათი რამდენიმე 100 წინამძღოლი. ადამიანებს არ ექნებათ სხვა საზრუნავი გარდა იმისა, რომ იმუშაონ და გაერთონ. ოლდოს ჰაქსლის წინასწარმეტყველების მსგავს ვითარებაში ვარდებით. მერე ჰარარი პარადიგმებს ეძებს და სადიპოვის უკეთეს თუ არა ლიტერატურაში. და რას იხსენებს? მერი შელის ფრანკენშტაინს. ფრანკენშტაინი. და ამითი
ამბობს რომ მერი შეილის ფრანკენშტაინი თითქოს გვაფრთხილებსო რომ ღმერთობას რომ მოინდომებთო და სიცოცხლის ხელოვნურ ფორმას შევქმნითო, მკაცრად დავისჯებითო. თუმცა ამ ამბავსო უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვსო. და აქ ახსენებს ბოლო ჟამს, ბირთვულ ან ეკოლოგიურ კატასტროფას და გვაიმედებს რომ ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საპიენსებს მალე სრულიად განსხვავებული არსებებით ჩაანაცვლებს და ჩვენნაირი არსებები აღარ იარსებებენ და ჩვენს ადგილზე ჩვენზე ბევრად აღმატებული სიცოცხლის უცხო ფორმები დაიკავებენო. თავს ვინ უგეშებთ რომ ეს არ მოხდებაო? გვიჭირს ამასთან შეგუება და იმედი გვაქვს რომ სამყაროს ვიხსნით, მაგრამ ამაოდო ამბობს არ არის. და ისეთ რამოს ამბობს რომ ხელოვნური ღმერთის შექმნაც დასაშვებიაო. მეცნიერებს სხეულთან ერთად სულის კონსტრუირება ციტატაა მისი, სრულის კონსტრუირება შეიძლება და მომავლის ფრანკენშტაინი მართლაც ჩვენზე აღმატებულ არსებას შექმნის, რომელიც ისევე ქედმაღლურად შემოქმედავს, როგორც ჩვენ უყურებთ ნეანდერტალელებს. როგორც აღნიშნე, ჰარარის ნაწერის პოპულარობა იმაშია, რომ გულწრფელია და ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და თვითგანადგურებით ავსებულ ქმედებებს დაუფარავად აღწერს და წუხს კიდეს თითქოს, მაგრამ არსად ახსენებს ზნეობას და სარწმუნოებას. როგორც ადამიანის შემწეს. იგი წერს, თუ ჩვენ შთამომავლეს მართლაც სხვანაირი ცნობიერება ექნებათ, ან ცნობიერებისაგან სრულიად განსხვავებული რამ, რისი წარმოდგენად ჩვენს გონებას არ შეუძლია, საეჭვოა ქრისტიანობით ან ისლამით დაინტერესდნენ. ისინი ალბათ არც კომუნისტურ ან კაპიტალისტურ სოციალურ წყობაში იცხოვრებენ და გენდერულად არც კაცებად და ქალებად დაიყოფიან. ჰარარის წიგნებში ადამიანური ცხოვრების მრავალი მხარის გაქრობაა ნაწინასწარმეტყველები. ეს გახლავთ ერთგვარი გამვრცობა სტივენ ჰოკინგი, ხო გახსოვთ? გარდაიცვალა საწყალი. იმან თქვა პარადოქსული რამ, რასაც ძალიან ხშირად იმეორებენ ხოლმე კონფერენციებზე. ადამიანებსო ტექნოლოგიები ღუპავსო, მაგრამ თუ უნდა რომ ადამიანს თუ უნდა რომ გადარჩესო, ტექნოლოგიები უნდა განავითაროსო. და აი ასეთ სახეზე ვდგებით, აი ამ ჩვენი სუპერგმირების თვალწინ და ჰარარის განმარტების თვალწინ, აი ამ ჩვენი სუპერგმირებისა, რომ აი ამ დაუსაზღვრულმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ყველაფერი გაანადგურა და მათ შორის ლიტერატურაც. თუ ჰარარის წინასწარმეტყველება აღსრულდება, მაღალ ლიტერატურას ბოლო მოეღება. გმირი მთლიანად გაქრება ლიტერატურიდან და დარჩება კიბორგი. ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ ადამიანი უნდა დაიძლიოს ზეკაცითო. ჰარარი ამბობს იმაში, ოღონდ საპიენსში არა. სხვა ნაწარმოებში ამბობს. სხვაგან ამბობს ამას. გეტყვით. უნდა დაიძლიოსო ადამიანი კიბორგით. ახალ აი ამ კიბორგ სუპერგმირებს ღვთაებრივი დალოცვა აღარ სჭირდებათ, აღარც ღვთაებრივი ინსპირაცია, აღარც ღვთაებრივი შთაგონება, თვითონ არიან ღვთაებებიც, გმირებიც და რა კი თვითონ არიან ღვთაებებიც და გმირებიც ჩვენი ლიტერატურული პარადიგმების მიხედვით მათ უკვე სჭირთ ჰუბრისი, ანუ ამპარტავნება. აქედან გამომდინარე, თუ კი ლიტერატურულ მოდელს და სქემას მიუყენებთ, მათ ჰამარტია, ანუ დაცემა და განადგურება აუცილებლად მოელით. და სწორედ ეს არის შემზარავი პერსპექტივა. აი ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს დასავლურ ლიტერატურაში. ხოლო ჩვენთან ქართულ ლიტერატურაში ძალიან მოკლედ რა გვაქვს მე-19 საუკუნეში. გავოცდებით სრულიად საწინააღმდეგო რამ დასავლური ლიტერატურისაგან. უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ მე-19 საუკუნის ხალხური ეპოსი, რომელსაც ქვია არსენა ოძელაშვილი. როგორ იწყება?
შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა ღმერთმა მოგცეს გამარჯვება ოძელაშვილო არსენა. სახეზია პირდაპირ ღვთაებრივი ინსპირაცია და შთაგონება. მე-19 საუკუნეში, როცა დასავლეთი მოცული აქვს მთლიანად იმ განცდას, რომ არავითარი ღვთისგან დალოცვილი და ინსპირირებული გმირი არაფერი თვითონ იცის, რა უნდა გააკეთოს გმირმა. მერე ჩვენი დიდი მწერლები მე-19 საუკუნისა. ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი. ილიას დიმიტრი თავდადებულში რა საკვირველია? ღვთაებრივი შთაგონება. აკაკის თორნიკა ერისთავში, აქაც ღვთაებრივი შთაგონება. გმირისათვის ვაჟა ფშაველა, ახლა ბახტრიონში მეტი რა გინდათ რომ მიდის, აგერო ლაშარის ჯვარი გამოჩნდაო და გლოცავსო და მიგვიძღვისო წინო. როგორ უყურებენ თუშ ფშავ ხევსურები. ალექსანდრე ყაზბეგი, მისი გმირები გამუდმებით ახსენებენ სამებას, მის ძალას, ნათლისმცემელს, გუდანის ჯვარს, ხევსურები განსაკუთრებით. მე-20 საუკუნეშიც არის მსგავსი მაგალითები. ამრიგად ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ლიტერატურის ნაწილი ვართ და მის კვალზე ვითარდებით, ქართული ლიტერატურა, აქ მაინც რჩება რაღაცა განსაკუთრებული ნიშნები გმირისათვის, იმ გმირისათვის, რომელსაც უნდა ვწოდოთ მაღალმიმეტური ან და მითოლოგიური. იმიტომ რომ გამუდმებით გვაქვს რაღაც ღვთაებრივი შთაგონება გმირებისათვის. ამას გამუდმებით ეძებენ ქართველი მწერლები უკვე მე-20 საუკუნეშიც. თვით აი ახლა ბოლო დრომდე. ეს რატომ არის და რა პარადოქსია და როგორ არის, ამაზე მე მომავალში თუ კიდე გვექნება ლექცია აქ, მე ვილაპარაკოთ. გისმენთ? თქვენ გინდოდათ რაღაცა? რამდენიც გინდა? აი ეს თქო, დასავლეთში ლიბერალური მესიჯები უფრო არის. აი ეხლა უკანა სურათებიც არის, მან რომელიმეში არის მესიჯები რო სულ ცუდი არის საპირისპირო კონსერვატიული ნაწილი. კონსერვატიული და ლიბერალური ამ თვალსაზრისით არ მეთქვას. მე ვამბობ დასავლური ცხოვრების წესი. ჩვენ ხო ლიბერალურ დემოკრატიაში ვცხოვრობთ რაღაც. ამ შემთხვევაში მე დასავლურ პოლიტიკურ განსხვავებებს არა, წმინდა წლის ლიტერატურას ვეხები და ჩვენი აი როგორ არის იცით? აი რას ებრძვის ჰერაკლე. ჰერაკლე ღვთის დანიშნულებით მოქმედებს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. და მან უნდა შეასრულოს 12 გმირობა, სანამ ღვთაებრივ პანთეონს დაუბრუნდება. მანამდე ადამიანია. აი ასეთ ვითარებაშია და ებრძვის ურჩხულებს, რომლებიც ადამიანებს აწუხებენ. ასე მოდის მე შემდეგ, აი ბეოვულფი რო ვახსენე. ბეოვულფი ებრძვის სწორედ კაენის ნაშიერებს. გერმანულ მითოლოგიაში ზიგფრიდი, ასევე დრაკონსა და ურჩხულს ებრძვის. და ღვთის მიერ არის აქ ჩვენი უკვე სუპერგმირები ასე ღვთის მიერ დანიშნულებით კი არა, არამედ უბრალოდ ებრძვიან რაღაცა ბოროტ ძალას, რომელიც აი ამ კაცობრიობას ჩვენს დასავლურ ცივილიზაციას ემუქრება დაღუპვითა და კატასტროფით. და იმას თუ არ ავიღებთ რეალისტურ ფილმებს, არამედ აი ამ სუპერგმირების შესახებ არსებულ გმირებს ავიღებთ, იმას სახი არა აქვს. ნუ ეხლა რეალისტურ ფილმებში სადაც არის ნაჩვენები აი ეს სპეცდანიშნულების რაზმები, იქ არის უკვე გამოკვეთილი ეს ბოროტი ძალა, ეს არის თქვათ ბატონო არა, უცხო ქვეყანა რატო პირდაპირ არის გამოკვეთილი, რომ ეს არის თქვათ ჰამაზი ან ეს არის თქვათ ავღანელებს რო ყავთ.
ტერორიზმი ზოგადი სახით რო ავიღოთ და ეს კონკრეტული სახეებიც აქვს ამათ, ბინ ლადენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს სპეცდანიშნულების რაზმები, ეს გმირები ამათ ებრძვიან, მაგრამ ასე ხომ არ არის ამ შემთხვევაში. ესენი ებრძვიან რაღაცა ბოროტი ძალის წინააღმდეგ. რომელიც ჩვენ ზოგადად წარმოდგენილი გვაქვს რაც არის. ეს ის ძალა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების დასავლური ლიბერალური დემოკრატიული ცხოვრების წესი არ მოწონს და ამის განადგურება სურს. მაგრამ უკუ ისიც აქვს, ახლა ისინიც იგივეს ამბობენ ჩვენზე. ამას არასოდეს არ ვფიქრობთ. იყო ერთი ესეთი კარგი ინგლისელი წერალი და პოეტი რადიარდ კიპლინგი, რომელიც ამბობს, რომ აღმოსავლეთია, დასავლეთია და ეს ორნი არასოდეს არ შეხვდებიან ერთმანეთს. და მრავალჯერ დაიწერა მე, რომ ეს დამთავრდა ჩვენ უკვე რაღაც გადავლახეთ და დღეს რა დღეში ვართ ნახეთ. აქეთ დასავლეთი, იქით აღმოსავლეთი. ისე შავი პანდა ხო აღმოსავლეთის ის არის. შავი პანდა ხო პანტერი სუპერ. შავი პანტერი, აჰა. აი მქონია. ეს აფრიკელია. მაგის არის შავი ადამი. აღმოსავლეთი ბაღდადი და აი ის არის. ხო. ბლეკ ადამი. არსებობს ასეთი ხო? რომელიც ახალი მასში უკვე მეშვებიან, ოღონდ რაღაცა მაინც ხელოვნური იქნება. მე ხო აღნიშნე, ჩვენ ხო ამ პოლიტიკაში არ გადავდივართ, ჩვენ ლიტერატურის სფეროში ვჩებით და რაკი ლიტერატურის სფეროში ვჩებით, ჩვენ სწორედ ის უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთსგან, რომელი არის ოსტატურად და მაღალი ხელოვნებით დაწერილი და გაკეთებული და რომელი არა. ასე შეგვიძლია მხოლოდ გამიჯნოთ, თორემ დანარჩენი სიღრმეებში თუ ჩავალთ, ერთადერთი რამე გვრჩება, რომ სამყაროში არის ორი ფერი, თეთრი და შავი. და თეთრი ებრძვის შავს. ჩვენ ვარ თეთრის მხარეზე. ისინი შავები არიან. ისინი თვლიან, რომ ისინი არიან თეთრი და ჩვენ ვარ შავები. და შერიგების არავითარი ის არ არსებობს. აი ლიტერატურამ როგორ უნდა გააკეთოს ეს? ლიტერატურა ამას აკეთებდა. და აკეთებდა შესანიშნავად. ეს იყო ღვთაებრივი დანიშნულება, ეს იყო ღვთაებრივი ინსპირაცია. გმირს ჰქონდა ზნეობა, მაღალზნეობრივი იყო ის გმირი. და იმ მაღალი ზნეობით ის ახერხებდა, რომ ეჩვენებინა მართლაც, რომ ის მართლაც სიკეთისათვის იბრძოდა. დღეს აი ამ გმირების ზნეობაზე რა ვიცით? მაინც ხო ხაზგასმა არის, ანუ მაგაშვილის საქმეები. აი მაგალითად კაპიტანი ამერიკის შემთხვევაში გამორჩევა ხდება, ანუ სპაიდერმენის შემთხვევაში არ ხდება, მაგრამ დოქტორ სტრენჯის შემთხვევაშიც ეგრე არის, კინის კაცის შემთხვევაში, ანუ არის ანუ ის ნიშნები, რის გამოც აირჩა ეს კონკრეტული გმირად. ახლა ეგრე მესამე საფეხური როგორც რა ვიცი? არის? მასე რომ მივუდგეთ, მაშინ ძველ გმირებზეც ხო, ანუ აი მაგ შეკითხვას ველოდი. ხო, მარადიული პარადიგმაა, ხო, შავი და თეთრი, მაგრამ ძველ გმირებზე სწორედ ეს ამაქვს მე ახსნა ამ შემთხვევაში და ამიტომ მინდა თქვენთან მსჯელობა, რომ ძველ გმირებს სხვა საფუძველი და სხვა დანიშნულება აქვთ. მაგალითად ანტიკურ ლიტერატურაში თუ იმათ არ გავიხსენებთ, ვინც უშუალოდ ღმერთის მიერ იყო, ანუ ნახევრად ღმერთი და ნახევრად კაცი. ვინც მაგალითად ოიდიპოსი რო ავიღოთ, ხო გმირი არის, გმირის სახე ხო აქვს. კი. ხო მაგალითად ესე რაღაცა ხელდასმული არ არის, ანუ რაღაც ბედისწერა არის. ხო შეიძლება ეს ბედისწერა ხოა? ბედისწერა, ანუ ბედისწერა ტექნოლოგიის სახით შემოდის, მაგალითად ანუ უბობის სახით რო უყრიმა. რომ მე რაღაც გზა აჩვენოს. როგორც ანტიკურ ლიტერატურაში. ხო? ანუ სრულად არა. აი ამაშია საქმე. ვიფიქრე მაგაზე მე. ვერ გეტყვი ახლა ეს დათათუ და შეესავით, არ მიფიქრია მაგაზე მეთქი, მაგაზეც ვიფიქრე. ოიდიპოსი მეფიშვილია.
და ოიდიპოს დასაწყისიდანვე დაბადებიდანვე ბედისწერა დაძდევს თან. ესე იგი ღვთაებრივი დანიშნულება მას ნამდვილად აქვს. ოიდიპოსმა უნდა გაიაროს გზა მრავალი კეთილი საქმე უნდა აღასრულოს, თუნდაც ის რომ თებე უნდა გადაარჩინოს და გარდა ამისა მერე უნდა ამარტია შეპყრობილმა მაინც უნდა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანოს. ის ხომ კანონით მოქმედებს და კანონს არ გადაუხვევს და კანონშია თავიდან ბოლომდე. იმაში ცხოვრობს. ბეოვულფმა 3 ურჩხული დაამარცხა. ანგლო-საქსური ეპოსის გმირია და 3 ურჩხული დაამარცხა. 3 ურჩხული თანაც ეს წარმართული გმირია და თანაც ქრისტიანიზებულია. ამბობენ რომ ეს ღმერთმა გამოაგზავნა ეს კაენის ნაშიერია ის ურჩხული და ეს ურჩხული და გაანთავისუფლა ხალხი. დანია გაანთავისუფლა და მერე თავისი სამშობლო გიტლენდი გაანთავისუფლა საშინელი ურჩხულებისაგან. მაშსადამე ადამიანს ეძლევა იმედი რომ რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გამოაგზავნის ღმერთი ვიღაცას, ვინც შენ გიხსნის. ხო, აი მეტომ გაჩნდა მე ახლა წეღან რომ მკითხეთ თქვენ რომ რა მიწოდება და მოხმარება ადამიანს სჭირდებოდა რაღაც. ეხლაც სჭირდება. სჭირდება ადამიანს მაგალითად მხსნელი. აი ამ წუთში ეხლა სწორედ ეს ვისეთ ვითარებაში ვართ. რომ სჭირდება ადამიანს დაბასადარი ლიტერატურაში ეს მხსნელი. ამ ბოლო დროს რომელიც ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ, სადაც ეს მხსნელი მოჩანს. გარდა იმ დასახელებული, რომელიც უკვე 100 წლის წინათ იყო ტოლკინისა და ლუისის გმირებისა. ჯოან როულინგს ეგრეთი გმირები აღარ აყავს. ჯორჯ მარტინს აყავს, მაგრამ ნუ არ არის ეს ისეთი სნოუს გულისხმობ. არ არის ეგეთი. არა. მარტინთან ძალიან ჭირს. როულინგთან უფრო. ხო. ისე აიქ არიან გმირები და მარტინი არა. ყველა აიქ ანტიგმირსა და ანტიგმირის შორის გადის რაღაცნაირად. ხო. ვერა წერალი ვერ სთავაზობს ადამიანს გმირს, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომელიც მას იმედს მისცემს. გაიხსენე რამე? ხო, მე ძალიან მინდა რომ ვნახო ასეთი გმირი. უბრალო ადამიანებს გვიწერენ წერლები, უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანი, რომელიც ვიღაცამ გადაარჩინა. ვიღაცა მიხსნა, მაგრამ ის რომ თქვათ ვიღაცა გმირს შეუძლია რომ კაცობრიობა იხსნას, ასეთ გმირს არ გვიჩვენებენ. არ ცდილობს წერლობა, აი ნახეთ ამ ხელაუბედურებები გამოვიარეთ, ხო? 3 ომი, ერთი ცხინვალთან, მეორე სოხუმის ომი და მესამე ეხლახან, ხო? ისევ ცხინვალთან. და სადმე რომელიმე გმირზე დაიწერა რამე. არის სადმე გმირი გამოკვეთილი. არა, იმიტომ რომ სრული უიმედობაა გამეფებული. ვერ გიწერს, წერალი ვერ გამოდის და ვერ აღგიწერს გმირს, რომელიც შენ გიშველის და გადაგაჩეს. ანუ შენ მოგცემს ზნეობრივ ძალას, რომ ამ უბედურებას გაუძლო. გმირი ხო ამას განიჭებს. გმირი მაგისია, რომ გაძლევს ძალას, რომ გაუძელი, ნუ გეშინია. მაგრამ ეს გმირი ყოველთვის დაკავშირებულია რაღაცნაირად ღმერთთან, ზეგარდმოძალასთან, სარწმუნოებასთან. და ამ სარწმუნოება აღარ გაძლევს ამის ძალას, იმიტომ რომ სეკულარულ საზოგადოებაში ხარ და მწერლობამ ხელი აიღო იმაზე, რომ თქვათ
ენერგია რა ვიცი. არ ვიცი. მე იმას ვამბობ, რომ გმირები არის. გმირები არის. ცხოვრებაში გმირები არის. და ამ ცხოვრებაში გმირების აღწერაა ახლა საჭირო. და რატო არ აღწერ? აი ჩვენ მაგალითად მე-20 საუკუნეში ყავდა მე-20 საუკუნის ბოლოს ერთი ძალიან პარადოქსული გმირი. ამდვილი გმირი, მე მას ვიცნობდი პირადად. ეს იყო ჟიული ჩარტავა. ჟიული ჩარტავა, რომელმაც მთელი თავისი მე ხო არ მიხსენებია ზვიად გამსახურდია მერაბკოსტავა. არა. ჟიული ჩარტავა, რომელმაც თავის ცხოვრების შეგნებული ნაწილი შესწირა კომუნისტური იდეების სამსახურს. იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, რაიკომის მდივანი და ასე შემდეგ. პარტიის, კომუნისტური პარტიის სამსახურში იდგა. და ეს კაცი ამაღლდა გმირობამდე. ამ კაცმა სამშობლოსათვის თავი გაწირა და ზნეობრივი მაგალითი აჩვენა. შეუძლებელია რომ ამ კაცს არ ქონოდა რაღაც ესეთი შთაგონება და რაღაც რწმენა, თორე ისიც გამოიქცეოდა. აი, ჩვენ ყველანი გამოვიქეცით იქიდან და ის რატო ვერ გამოიქცეოდა? არა, იქ დარჩა და ზნეობრივი მაგალითი გვაჩვენა, მწერის წინაშე იდგა და ქედი არ მოუხრია. ეს განსაკუთრებული ვინ აღწერა? გმირია ეს ლიტერატურას სჭირდება. ძალა უნდა მოქცეს. აუცილებელი კი არა რომ დაწერო რა ჟიული ჩარტავა მე ეს არა, აი პარადოქსი. სულ სხვა რამეს ემსახურებოდა და სულ სხვა რამისათვის გაწირა თავი. მაგრამ ასევე ხალხით თოსავე რომ ახლანდელ მოვლენებისთვისაც ხო? დღეს გჭირდება ბრა. აი ესა გვაქვს. აი ესენი ყავს. აი ესენი. ჩვენ საქართველოში არც აკყავს. ჩემ შვილიშვილს ყავს ჟირაფი ჟოზე. ხო. ჩვენ არ აკყავს არავინ. გმირი არ აკყავს. არა და გმირი ჭირდება ადამიანს. ზნეობრივი გმირი ჭირდება, თავდადებული, თავგანწირული. ეს ლიტერატურამ უნდა მოქცეს. და მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები არიან. და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარმა ასეთი ადამიანები გვაჩვენა. მაგრამ ლიტერატურა არ აღწერს. რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ესენი აღწერილია და საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში, მაგრამ ზოგადად რაც დღეს არის, ის არა. დღევანდელი ადამიანები, ლიტერატურული გმირები არიან ყველანი ირონიული გმირები არიან. და არაფერი განსხვავებული ჩვენზე ძალიან ნაკლოვანი რო არიან. ნუ აი ყველა მწერლობა, ყველაზე უფრო გამოჩენილი მწერლები. ვინ არის ყველაზე უფრო პოპულარული მწერალი დღეს? ქართველი. ნინო ხარატიშვილი, აბა რომელი გმირი ყავს აღწერილი? ნინო რასაც წერს, ეხა ჩვეულებრივია. ჩვეულებრივზე და უფრო უარესი კიდე. ირონიულები. ნუ კაცი მწერალიც დაასახელება რა. ხო, აბა სადა ყავს გმირი? არა. არ უნდა, იმიტომ რომ არ აქვს ჩვენი იმედი, მკითხველის იმედიც არ აქვს, შეიძლება ესეც არის პარადოქსულია, რომ მკითხველის იმედი არ აქვს. აი, შეიძლება. ვა. აი, სუპერმენი მაგალითად, სუპერმენი თავიდან შექმნეს, რაღაც ძალიან დიალოგი იყო რა. და მე აღარ იყიდებოდა რა, იმიტომ რომ ძალიან დიალოგი იყო, ყველაფერი გამოდიოდა და მე რაღაცა ეს გამოუგონეს, რომ რაღაცით მოხდებოდა რა და ცოტა პიროვნული სიმთვისებებიც რა. ანუ რაღაცა ცოტა ეს თუ არა აქვს რა, ანუ ანძი თვისება თითქოს არ იყიდება
ეგ ჟანრის თავისებურებაა. მაგაზე შეკითხვა ძალიან ადვილია ყველა ეგექციის მაგაზე პასუხს. ეს ჟანრის თავისებურება, ის ხო კომიქსების გმირია. მე გადადის მაშინ სიკველებში, ანუ მხატვრულ ფილმებში, სერიალებში, ხო? აქ მანამდე უნდა ყავდეს სანამ იყიდება. მე უნდა დაანებო თავი. ჰოლივუდი აი აქ კინოს მწოდნე ყავს და ჰოლივუდი რას აკეთებს? ჰოლივუდი ახალს ხوارაფერს არ იგონებს. ჰოლივუდი მუშაობს ფანტაზიით. ჰოლივუდი წარმოსახვით არ მუშაობს. 1-2 რეჟისორი თუ გამოჩნდება, რომელიც წარმოსახვას აამუშავებს და რაღაც შექმნის. რაღაც მისტიურ რაღაცას შექმნის, რაღაც ფანტასტიკურ, რაღაც დიდს გამოიგონებს. ხო? დანარჩენ შემთხვევაში აი რაც ხალხს მოწონს, იმას გააკეთებ, გაიმეორებ, კიდევ გაიმეორებ და მორჩა. ახალს გააკეთებ, რემიქსს გააკეთებ, რაღაცას გააკეთებ და დამთავრდა. ამაში ეს არის ის რაცაც ფული მოაქვს შენთვის. ისე ბატონო პარტა, ეხლა დავფიქრდი, მაგალითად, ვების ტაუსანში, ხო, ეხლა რა პერიოდიც არის, ავთანდილი ხო არის ესეთი როგორიც ხმირი, ხო? კი. მაგრამ რუსთაველმა ხო ის ჩასვა ისეთი ეპიზოდი ხო გვაქვს, რომელიც ანუ ამ გმირის რაღაც ადამიანურ მაგალითად ბატმანი. ხო, ბატმანის ეპიზოდი, ხო? თუნდაც ანტიკური ლიტერატურის ეპიზოდები რაც არის, ანუ თითქოს რაღაც ეგეთი განცდა გამიშა, რომ სულ იყო ცდილობები ნელ-ნელა ნაბიჯების, რომ ადამიანური ის ყოფილიყო, უბრალოდ იყო თქვათ 100-დან 2%, შემდეგ გახდა რაღაც მეცნიერთა საუკუნეში 100-დან 10%-დან. ეგ არა ვთქვი. 100-დან, ანუ 50-50-ია სუპერგმირებში, ან 40-60. ნელ-ნელა არა, მე ვერ ვხედავ, მე უიმედობა და მე უფლა განცდა მაქვს ისეთი, რომ ეს აღარ არის, თორე ავთანდილი ჩვეულებრივი ადამიანია და ტარიელიც ჩვეულებრივი ადამიანია. უბრალოდ იმათ ღვთაებრივი დანიშნულება აქვს, რომ ბოროტება უნდა დაამარცხონ. ეს ბოროტება ქაჯები არიან. ხო, მაგრამ ანუ ეს ის ხო მაინც არის, ანუ კი არის, როგორ არა, ადამიანია ეს. ადამიანია, თავს იმით იმართლებს, რომ ეხლაო ეგება რაღაც ამბავი გავიგოო და ბატმანთან მაგიტომ მიდის. და მერე ხო საერთოდ ტერორისტულ აქტს შეასრულებს. ჭაშნაგის მოკლავს. ხო, მაგრამ ამას დიდი და ღვთაებრივი მიზნით გამოაკეთებს. ეს არასოდეს არ ავიწყდება ავტორს. აქ ჩვენ ყოველთვის როცა ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, გადავდივართ ხოლმე არალიტერატურულ სივრცეში, არა ლიტერატურაში უნდა დავრჩეთ. ავტორს არასოდეს არ ავიწყდება, რომ ამას აქვს დანიშნულება და ის დანიშნულება უნდა განახორციელოს. მაგრამ სრულებითაც არ გეუბნება, რომ ღმერთია. თუმცა რაღაც ჯადოსნური თვისებები აქვს. ნუ აი ჯადოსნურ აბჯარს ჩაისმევენ, რომელთაც უნდა ქაჯებს ეომონ. ეგ არის საგმირო ეპოსის გმირია ავთანდილი. ის ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტია. მაგრამ აი ჩვეულებრივი ადამიანები, მაღალმიმეტური გმირები, იმათაც კი აქვთ დანიშნულება, აი კონრადის მაგალითზე რომ მოვიტანე.